მესტიაში ღიაცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ქართულ ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებიც გამოვიდნენ. კონცერტი მესტიის ახლად გახსნილი იუსტიციის სახლის წინ ჩატარდა. მესტიაში ღიაცის ქვეშ გამართულ კონცერტზე დასასწრებად, როგორც ადგილობრივებმა, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოსულმა სტუმრებმა მოიყარეს თავი. კონცერტი, რომელიც ანსამბლმა რიჰომ გახსნა, ადგილობრივი ანსამბლების გამოსვლებით გაგრძელდა. იუსტიციის სახლის ახლად გახსნილი შენობის წინ შეგროვილი მაყურებლისთვის უხუცესთა ანსამბლი სვანურ ფერხუში ჩაება. ძალიან უმწონს, ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, რადგან ძალიან ლამაზი დღე იყო მაგალითად ჩემთვის და სრულიად სვანეთისთვის ალბათ, რადგან მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. სპეციალურად ამ საღამოსთვის დამონტაჟებულ მასშტაბურ სცენაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები სვანურ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს ასრულებდნენ. ისმოდა უძველესი ინსტრუმენტის ჭიანურის ხმაც. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი სვანეთისთვის, აქედან გამომდინარე თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. პირველ რიგში იმიტომ რომ რაც მოხდა დღეს რა ობიექტებიც გაიხსნა და განსაკუთრებით ახალგაზრდასთან დაკავშირებით და ამჯერად არის საზეიმო განწყობა უკვე სადაც უკვე თვითონ მოსახლეობა ჩვენთან ერთად ზეიმობს. მაყურებლის განსაკუთრებული აპლოდისმენტები სცენაზე ჯგუფ მგზავრების გამოჩენამ გამოიწვია. კარგად ნაცნობ და საყვარელ ჰიტებს მუსიკოსებთან ერთად იქ შეკრებილი სტუმრებიც მღეროდნენ. მოგვიანებით სცენა ჯგუფებმა მწვანე ოთახი და ბანდეროლი დაიკავეს. ძალიან მომეწონა მართლა ვარ აღფრთოვანებული ყველა ბიჭები რომ შეგვეკვიროთ ვარ სვანეთში და ძალიან თქმა დავხსნე. ძალიან კარგად ყველაფერი ორგანიზებული და დიდი მადლობა მართლა ორგანიზატორებს რომ ესეთი თბილი საღამო მოგვიწყვეს ჩვენ და მე მგონი ხალხსაც. რაც შეეხება თვითონ კონცერტს მაგარი პუბლიკა. ფესტივალზე მაგარი პუბლიკა იყო სვანეთში და მაგარი ადგილია. სამსაათიანი კონცერტის დასასრულს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სტუმრებმა მასპინძელ მესტიელებთან ერთად მშვიდობის ნიშნად სისმანათობლები ჰაერში გაუშვეს და სურვილები ჩაიფიქრეს. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.